გუშინ თუ გუშინ წინ ვათვალიერებდი Facebook-ზე თქვენს გვერდს და დაანონსებული ჰქონდათ რომ მოხვიდოდით ჩვენთან გადაცემაში სტუმრად და წავიკითხე კომენტარები, თქვენ თუ წაიკითხეთ. კი, როგორ არ წავიკითხე, გავეცი კიდეც პასუხი. ძალიან მძიმე პოლარიზაციის ხარისხია და ძალიან რთული მდგომარეობაა, რთულ მდგომარეობამდე მიიყვანა რეჟიმის პოლიტიკამ ეს ქვეყანა და პრინციპში მე ამას დავაშიარე დღეს კიდეც 2013 წლის სტადია ძალადობის განხარა, იმიტომ რომ ძალადობის პრობლემა ამ ქვეყანაში სულ იდგა, ხან იყო მონოლითური კონტროლირებული ძალადობა, ხან რაღაც დაჯგუფებებთან თარეშობდნენ, ეხლა კიდე სხვა ტიპის ძალადობაა, ხო, გადანაწილებულია იქ ტიტუშკებს, ხელისუფლებას, კრიმინალურ დაჯგუფებებს და ასე შემდეგ შორის. ანუ ეს რო ყველა შემთხვევაში ნიუტონის კანონია, ხო, რომ უქმედება იწვევს უკუქმედებას და აი აქამდე მივიდა საზოგადოება და გეტყვი ახლა მაკა, ანუ მე მიჭირს იმ ხალხის დამშვიდება, რომლებისთვისაც მე სულ რაღაც 2 წლის წინ მიწევდა იმისი ახსნა, რომ ქართულ ოცნებას ქვეყანა მიყავს ცუდისკენ. ანუ ამისი ახსნა მიჭირდა ხალხისთვის, რომლებსაც დღეს მე ვერ ვაკავებ, ისე ზულხართ. იმის გამო, რაც გაუკეთეთ, ანუ თავს გრძნობენ სულში ჩაფურთხებ. თქვენ რა შემთხვევაში, ანუ აღგიქვამენ რეჟიმის ნაწილად, ხო? და აქედან გამომდინარე, ანუ აი ეს ანუ ისე აღქმებამდე მივიდეთ. ისე ყველა ეს საქმე არის აღქმებზე. პოლიტიკა არის აღქმებზე ყოველთვის და ესე აღიქვამენ. მე ამას 13 წელი რო უყურებ, შემიძლია ვიჯდე და მშვიდად გელაპარაკო, იმიტომ რომ შეიძლება 2013 წელს მეც ეგეთი გიჟი ვყოფილიყავი. და ეხა უბრალოდ შევეჩვიე ამ ყველაფერს და კი არ შევეჩვი, ქართულ ოცნებას რაც შეეხება და პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, ამაზეც აუცილებლად გექნება საშუალება რომ ვისაუბრო. მე მინდა რომ საზოგადოების პოლარიზაციის ნაწილზე კითხოთ. ჩემთვის პირადად არ ახალი არის, კი ბატონო. და მოდით იმით დავიწყოთ, რომ საერთოდ ვისი ამომრჩეველი ვარ, ეს ცოტა ისეთი თემა არის. რატომ არ შეიძლება ვიყო თქვა გირჩის ამომრჩეველი, ან რატომ არ შეიძლება რომ საზოგადოება აღმიქვამს კონკრეტული კარგი გასაგები არის კონკრეტული საკითხების გათვალისწინებით, იმიტომ რომ საზოგადოების ნაწილს ასე სურს რომ აღმიქვას. ისევ მივდივართ აღქმებამდე. მე და თქვენ შესაძლებელია და ცხადია რომ რიგ საკითხებთან მიმართებაში გვაქვს სრულებით განსხვავებული პოზიციები და ეს ასეც უნდა იყოს, ხომ? არ შეიძლება რომ საზოგადოება კოლექტიურად იყოს ერთ პოზიციაზე და ერთ აზრზე, მაგრამ როდესაც მივდივართ იქამდე რომ ადამიანები ერთმანეთს არ ვიცი სასმელში, საჭმელში უფურთხებენ, როდესაც მივდივართ იქამდე რომ არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ქართული ოცნების მხარდამჭერი, იქნება ნაციონალური მოძრაობის, ფედერალისტების, ვიღაცას თქვენ არ ესიმპათიურებით, ვიღაცას მე არ ვესიმპათიურები, ვიღაცას ნაციონალური მოძრაობა და სადამდე მივდივართ, ანუ რა ტიპის საზოგადოებას ვქმნით, ან ნახეთ როგორი მოცემულობის წინაშე ვდგებით, იცით რომ ეს გზა რომ ტაძრამდე არ მიგვიყვანს ცხადია, ხომ? მაგრამ სადამდე მივდივართ, რა ტიპის საზოგადოებას ვქმნით, ერთი, რა ტიპის სოციუმში გვიწევს ცხოვრება, ანუ ჩავაფურ, აი ეს რა მოცემულობაა, რამდენად მისაღები არის, რამდენად რატომ ვამკვიდრებთ ნორმად დღეს შეიძლება ასე ითქვას? კი ბატონო, რეალურად ამ ყველაფრის წყარო არის რეჟიმი. და როდესაც რეჟიმი მშვიდობიანად დაემხობა და მე გამოსავალს მხოლოდ ამაში ვხედავ, მე არ ვხედავ. მშვიდობიანად, ანუ იმდენი ხალხი დგას ქუჩაში, იმდენი ადამიანი ტოვებს საჯარო სამსახურს, იმდენი ადამიანი ტოვებს რეჟიმის რიგებს, რომ ხვდება ივანიშვილი, რომ აქედან გამოსავალი არ აქვს და მისთვის უსაფრთხო და ყველაზე ვთქვათ მომგებიან იმ სიტუაციისთვის ეგზიტს ეძებს. ასე ვხედავ მე ამ სიტუაციაში განმოხვდათ. ხო და აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვუმუშაოთ იმაზე, რომ ის ძალა რაც მოვა, გამოხატავდეს პროტესტის სულისკვეთებას, იყოს ამ პროტესტის სულისკვეთების გამომხატველი და ეს ქვეყანა წაიყვანოს ევროპისკენ და ნაცვლად შურისძიების რაღაცა მორევში შესვლისა, რაც ქართულ ოცნებას გაივლის ეს ყველაფერი, როდესაც რეჟიმი პოზიციების მიუღებლობა, დისკუსიის ეს ყველაფერი გაივლის, ანუ ეს ყველაფერი შექმნა რეჟიმმა, მაკა. როდესაც რეჟიმი აღარ იარსებებს, ეს ყველაფერი გაივლის. როდესაც ჩვენ ჩავდგებით, დავადგებით ისევ ევროპულ გზას, როდესაც ადამიანებს აღარ შეეშინდებათ იმის, რომ მათ შვილებს ევროპაში ვეღარ ასწავლიან. როდესაც ადამიანებს არ შეეშინდებათ იმის, დავასრულებ ახლა ამას, რომ ის ისტორიული მისია, რაც ქართველებს სულ გქონდა, რომ ჩვენი სახლი არის ევროპაში, ამას საფრთხე არ ემუქრება. როდესაც ჩვენ მოვიშორებთ გადამგდებ რეჟიმს, რომელმაც საკუთარი ამომრჩეველი გადააგდო, აი ვინც დღეს მე მიყურებს, ის ხალხი გადააგდო, მე დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი ჩაფურთხებები საჭირო აღარ იქნება, თუ ჩვენ დავაფუძნებთ ისეთ სისტემას. რასაკვირველია ოპოზიცია, არანაირ მეინსტრიმ ოპოზიცია არანაირ ნდობას არ იწვევს,
მაგრამ ის ხალხი იწვევს ნდობას, რომელიც ქუჩაშია, მე ამას ხედავ ყველანაირად და მთლიანად ვეთანხმები იმას, რომ აი ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა მეხუთე პრეზიდენტმა თქვა, რომ ახალი პარტიები უნდა წარმოიქმნან. ახალი პარტიებში კი არ არის საქმე, ახალ სისტემაში უნდა აღმოცენდნენ ეს პარტიები, იმიტომ რომ არსებულ სისტემაში ვინც არ უნდა შეიყვანო, ყველა გაფუჭდება, ყველა გაიხრწნება, იმიტომ რომ ეს სისტემა არ აძლევს. მოდი ისო პარტიებზე გადავიდეთ ამ შემთხვევაში. ხო და მაგისი თქვა მინდა რომ ეს რო დავასრულო, რომ რეალურად ამ პროტესტს აქვს რესურსი, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს ასეთი აგრესიულია, მაგრამ ეს აგრესია თავიდან ბოლომდე არის გამოწვეული რეჟიმის პოლიტიკის, ახლა აწამეს ხალხი პირში აფურთხეს ამას ყვება ყველაფერს, გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. მე აქ მქონდა იმ ნაწამები ხალხის ფოტოები. დაიჭირეს რა ხალხი, ანუ რატო უნდა ისხდნენ ახლა ისინი ციხეში წინასწარ პატიმრობაში, მაკა წინასწარ პატიმრობაში ადამიანები ხო მარტო იმიტომ რჩებიან, რომ გამოძიებას უქმნიან საფრთხეს, ან შეიძლება ქვეყნიდან გაიქცნენ. ხა ქვეყნიდან გამქცევები რო ყოფილიყვნენ, ხო არც იმ პროტესტზე იდგებოდნენ, ხო? ანუ რეალურად შეგიძლია ფეხზე სამაჯური გაუკეთო და ისე გამოუშვა, არ აკეთებს ამას რეჟიმი და ბუნებრივია ეს ყველაფერი მთელი ეს აგრესია გამოწვეულია მათი მხრიდან. მე ვერ გავიგე იმ დღეს სასამართლოში მივედი, მათ შორის აი ამ სახიობების საქმეს და მთელი სასამართლოს ეზო გადაჭედილი იყო, მეგონა ჩემი ნაცნობები იყვნენ, თუ კი ვინმე ტელევიზორში ჩანს, მაკა ყველა იქ იყო და ეს აღძრავს ხალხში რეაქციას, არა იმიტომ რომ ეს ხალხი რაღაცა გამორჩეული ხალხია ან ასე შემდეგ. უბრალოდ მეტი ადამიანი ახდენს პროტესტთან იდენტიფიცირებას, როცა იქ თავის ნაცნობებს ხედავენ, რომლებიც ტელევიზორში ნახეს და აგორებულია ეს ყველაფერი და მე არ ვიცი, შემეცოდა გუშინ ის კაცი, აი რაღაცა სახელმწიფოს დისფუნქციურობის ნიშნად მივიღე იმასთან რო იდგა, ავტობუსთან რო იდგა და აკაკუნებდა ამ ავტობუსზე, ხო? ანუ ისიც შემეცოდა, ეს სახელმწიფოც შემეცოდა, ეს ქვეყანაც შემეცოდა ამ მდგომარეობისთვის. ძალიან კარგი ქვეყანა გვაქვს და ამ ქვეყანას აქვს რესურსი, რომ წინ წავიდეთ და ერთმანეთს ჭიქაში და ფთებში არ ვუფურთხოთ. და იმ შემთხვევაში თუ ეს მავნებელი რეჟიმი მოგშორდება. ეს მაინტერესებს. უნდა რეჟიმი ამბობ, ეს მავნებელი რეჟიმი მოგშორდება, ხუფავს საზოგადოებას და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ამაზე პოლიტიკურ ნაწილზე აუცილებლად მოგცემთ, მათ შორის ოპოზიცია. უკავშირდება პოლიტიკურ ნაწილს. კი ბატონო, პოლარიზაცია პირდაპირ კავშირშია რეჟიმთან. ანუ პირდაპირ კავშირშია მაგ რეჟიმთან და რეჟიმის პოლიტიკასთან. რატო არ იყო აქამდე ეგეთი პოლარიზებული? არა, როგორ არ იყო ფაქტი. ანუ რატო არ იყო ეგეთი პოლარიზებული, მაგალითად გამოხატულება არ ხდებოდა, თორემ გამორიცხულია, რომ სიტყვაზე ადამიანს, რომელსაც უხარა, გუშინ ლოკ. არა, მე ვერ შეგვიყვარდება, მაგა შეიძლება გავიდეს მთელი ცხოვრება და ვიღაცებს ერთმანეთი არ შეგვიყვარდეს. ჩვენ უნდა შევძლოთ მშვიდობიანი თანაცხოვრება და ეხა გასულია ეს ყველაფერი, ხო? ფარგლებიდან. რეალურად სამართლებრივი პროევროპული მაგა სამართლებრივი ჩარჩოებიდან ვართ გასული. სამართლებრივი ჩარჩოებიდან ვართ გასული. 15 წლის ბავშვს თუ რაღაცა 18 წლის ბავშვს სექსუალური შინაარსის პირადი ხასიათის ვიდეოებს უდებენ დისკრედიტაციის მიზნით, იმიტომ რომ დგას აქციებზე. პირტიტველა ბავშვები, რა ვიცი მე, იცინიან იქ იმაზე, ხო ჩანან. იმიტომ რომ იქ რაღაცა ტელევიზორში იმაში ლაივში ლაპარაკობდნენ იმაზე. დიმშიშკა როგორ აწყონ, მიდიან 7 და 8 წლის. ძალადობრივი რაღაცა ორგანიზება რაღაცებს აბრალებს რეჟიმი და შენ ელოდები რომ ამ ქვეყანაში სადაც ესეთი რაღაცები ხდება, იქ თებში არ ჩაუფურთხები, მე არ მომწონს. საერთოდ არ მომწონს. მაგრამ ჩემში არ არის. ჩემში არ არის ჩვენ ამას ჯინი გამოსულია. ჩვენ ამას ვერ გავაკავებ. მე რო ეს არ მომწონს, ამიტომ ვარ ფოკუსირებული რეჟიმის შეცვლაზე. ხალხო, ვისაც ეს არ მოგწონთ, ყველანი უნდა ფოკუსირდეთ რეჟიმის შეცვლაზე. ამ რეჟიმის პირობებში ჩვენ ვერ შევძლებთ სიტუაციის განმუხტვას. ვისაც გვინდა სიტუაციის განმუხტვა. თუ არ გვინდა რომ გაცილებით უარესი მოხდეს. თუ არ გვინდა რომ ეს ქვეყანა თავიდან გადაეშვას 90-იანების დასაწყისის მორევში, იმიტომ რომ შენ ხო ხედავ სადამდე არის მისული დაძაბულობა, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია რომ კონსოლიდირდეთ ცვლილებების გარშემო. რა წუთშიც აქცია დაიწყებს, ბოდიში რა არას ყოველთვის დადუმებული. მაქვს ხოლმე და რატო ყვირის. რა წუთშიც ჩვენ შევძლებთ კონსოლიდაციას ცვლილებების გარშემო. დამერწმუნდეთ რომ ეს დაკვეთა გააჩენს, გადარეცხავს ამ პარტიას. ამიტომ არის კარგი ეს ხდებული ეს პროცესი, რომ ახლებური ტიპის არჩევნებს ითხოვს. რასაკვირველია და ამაზე დაკვეთა არის ხალხი უკვეთავს ახლებური სტილის პარტიებს, რომლებიც დემოკრატიულები არიან, იქნებიან, რომლებიც შიდა დემოკრატიაზე იქნებიან აწყობილები და რომლებიც გამოხატავენ აი ამ პროტესტის მონაწილეების, აი ამ ამომრჩევლების ნებას. და ეს მოხდება ყველა შემთხვევაში. იმ შემთხვევაში თუ პროტესტი წავა ცვლილებების მიმართულებით პროტესტი მაგრამ ნახეთ სადამდე მივდივართ, როდესაც ამ ტიპის პოლარიზაცია არის საზოგადოებაში, მაგალითად ფაქტობრივად, ანუ რესურსი რამდენად არსებობს მოლაპარაკების, თუნდაც იგივე ახალი არჩევნების დანიშვნისთვის. მაშინ როდესაც ერთმანეთს წარმოუდგენელი ეპითეტებით ლანძღავენ
სივრცე რამდენად უარესები მოლაპარაკებულან ახლა რა ვიცი მე ნელსონ მანდელას სამხრეთ აფრიკაში მოილაპარაკენ ერთმანეთს რეჟიმები და ირლანდიამ და იმან რა ქვია ინგლისმა მოილაპარაკეს და რამენაირად ჩვენც მოვილაპარაკებთ როდესაც მოლაპარაკების ნება გაჩნდება მეორე მხრიდან მოლაპარაკება შეიძლება იყოს მხოლოდ ხელისუფლების დათმობაზე სხვა რამეზე ჩვენ შორის მოლაპარაკება ვერ იქნება ხო იმიტომ რომ ხა სუსის ჩატარებული არჩევნების რო არ გვიჯერა ხო გასაგებია თუ სურთ ქართული პოლიტიკა გაჯანსახდეს ის რაც კორუმპირებულ პარტიებში გადაზელილი თვით გამოცხადებული სტრატეგოსების კუტოკი უნდა დაიშალოს, ანუ დისკრედიტირდეს და გავლენა დაკარგოს, თორემ ისე შეიკრიბონ ხოლმე რამენახულება. თქვენი Facebook-ი აი ამისი ნაწილია, და ზუსტად ამისი ნაწილია ის საჩივარი, რასაც შევიტან ერთ-ერთი წარმომადგენლის ბაია პატარაიას წინააღმდეგ ცილისწამების საქმეზე. ანუ ეს გკითხავ მათ შორის ესეც იგივე ოპერიდან არის თუ შეიძლება ეს არის ერთი უბედურების ნაწილი ეს არის ჩვენი სისტემური პრობლემა რა მოდელზეც არის აწყობილი ქართული ოცნება როდესაც ზის ვიღაც ბიძინა ივანიშვილი და ისცვლის პრემიერებს ის ნიშნავს პრეზიდენტებს და ასე შემდეგ ოპოზიციამ გადაწყვიტა რომ ეს არის სწორი მოდელი და მოეწყო ესე და აი ესეა მოწყობილი ზემოდან ქვემოთ იქ რაღაცა მელია როდის წავა იქ ხაბეიშვილი როდის შემოვა თიკა ბოკუჩავა როდის დააჯდება იქ უცებ ნანა მალაშხია პირო და ხალხს არავინ არაფერს არ ეკითხება და ამ ყველაფერში შეზელილი არის NGO კლასი, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ახლა მათ ნაგაზობა უწევს და შიდა დემოკრატია, როდესაც ირღვევა და ახლა მელიას აცურებენ წინა დღეს, რომ თბილისელების, რა ვიცი მე, 50%-ზე მეტმა მოვიგეთო ის არჩევნებიო, ხმამიცა და უცებ საკუთარი პარტიიდან ქრება, NGO-ებმა ხმა უნდა ამოიღონ, ხო? ესენიც შეზრდილები არიან. ტელემედიამ კითხვები უნდა გასვას, ხო? ესენიც შეზრდილები არიან. თქვენ ხართ და თქვენ საერთოდ თქვენ დებატები გაქვთ გამქრალი და გასაგებია, რასაც ანუ თქვენი იმედად კაცი ვერ იქნება, ხო? და რა ხდება? ქართველი არ ვერ იქნება, იმიტომ რომ თქვენ ვერ გამართავთ, ახლა მე აქ ვერ დამისვამ კობახიძეს და მე და კობახიძე ვერ ვიკამათებთ, ხო? ანუ გასულია ეს ყველაფერი მომსახურების იმიდან უკვე. მაგრამ ოპოზიციურ სპექტრს შევთავაზეთ, არ ჯდებია, არ მესმის ახლა ეს სპორადულად იმას შეთავაზე, ამას შეთავაზე, ამაში შევთავაზეთ როგორ ხარ? მედია რომ თავისუფალი არ არის ამ ქვეყანაში, ამაზე ვიკამათებთ მაკა ახლა. თქვენ მოდიხართ, კი ბატონო. მედია რომ მეორე მხარე არ ჯდება. მედია რომ თავისუფალი არ არის, მე ვარ ერთი მხარე და შეგვიძლია დაჯდეს ნებისმიერ მხარეს უბრალოდ ქართული ოცნების პირობებში, ქართული ოცნების პირობებში გაცდენილია უკვე, ხო? როგორ კეთდება გაცდენილია უკვე ეს ყველაფერი იმას რომ ჩვენ შეიძლება ეხა ერთადერთი გამოსავალი რაც შეიძლება იყოს არის დებატი გაგვეკეთებინა მაგრამ მესმის უბრალოდ მივიდა ეს ყველაფერი აქამდე ხო ეხა 13 წლის თავზე ეხა დებატის გაკეთების შესაძლებლობა როცა არის ანუ მომსპარია ზოგადად მედია ველი ტელემედიას აღარ გავს ეს მდგომარეობა რო არ აღნიშნოთ არ შეიძლება არსებობს ეუთოს დასკვნა სადაც დებატების გაკეთება რომ ესეც კი არ გამ ყველაფერი მიდის შეზღუდვის მიმართულებით მაკა შენ მე მიხსენია ეხა ფედერალისტების ლიდერად ხო ანუ შენ ეხა მოგწონვარ ჩვენ არ მოგწონვართ ისა მაგას მნიშვნელობა არ აქვს მაგას ხო ხვდები რომ ჩვენ ვქრით ხარისხიან პოლიტიკურ პროდუქტს და გვაქვს უფლება რომ ვიარსებოთ ყველას აქვს უფლება პოლიტიკა გავიგე ანუ ჩვენს გვაქვს უფლება რომ ვიარსებოთ ეხა რანაირად წარმოგიდგენია რომ ჩვენი ბექგრაუნდის ადამიანებმა ჩემი და ბოკერიას ბექგრაუნდის ადამიანებმა რომელსაც ამოცანად გქონდა პარტიის რეგისტრაცია ვერ დავწერეთ ისეთი წესდება რომ ოხანაშვილის ტესტი გაევლო არ დაგვარეგისტრირეს, უარი გვითხრეს. ეხა ამერიკაში მივფრინავთ, სადაც წინასავინგუნაც საინაგურაციო თავყრილობებზე ვართ მიწვეულები და ბუნებრივია იქ ვაპირებთ ჩასვლას და ახალ ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, მათ ახლობლებთან და ასე შემდეგ გავრცელებას ინფორმაციას იმაზე, სინამდვილეში ჩვენთან რა ხდება, რა რეალობაა და რა არის ჩვენი ვთქვათ შეხედულება იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა იმოქმედოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ხო? მაგრამ იქიდან რომ ჩამოდივარ მეორე ყრილობას ვმართავ. მეორე ყრილობას ვმართავ რომ პარტია დავარეგისტრირო და ზუსტად იგივე ხდება ყველგან დანარჩენ არის ყველგან არის თავისუფლება შეზღუდული ეხა შემაქ ქართული ოცნების ტესტებას გადავიწერ და შევიტან ეგრე და დამიხარვეზონ ქართული ოცნების ტესტება ასე ვაპირებ პარტიის დაფუძნებას და და რატო უნდა მჭირდებოდეს ეს ყველაფერი თუ ქვეყანაში თუ ეს რეჟიმი არ არის გასული საერთოდ ყველანაირი საღიაზრის მიღმა ხო ამიტომ არავინ არაფერს არ ჩაუფურთხებს ჭიქაში და არავინ არაფერს არ ერჩის არავის იმ შემთხვევაში თუ ამ დაძაბულობის წყარო მოგშორდება და ჩაინიშნება ახალი არჩევნები და რაც მთავარია თუ ეს ყველაფერი უნტკივნეულად მოხდება გაცილებით უფრო მსუბუქი იქნება პოსტპერიოდიც მერე ხო იმიტომ რომ რაც უფრო მეტად გადაღუნავ მით ცუდად მოგხდება ესე არ არის და ამიტომ ჩვენ ვინც ვართ გარშემო ხო საღიაზრი ვისაც შეგვჩენია ვისაც არა გვაქვს სურვილი რომ მე მოვიდე და ეხა მაგჭიკაში ჩაგიფურთხო ხო ანუ ჩვენზე არის ძალიან ბევრი რამე დამოკიდებული ვინც არა ვარ ვისაც შეგვიძლია საკუთარი ქცევის კონტროლი იმიტომ რომ ვერ მოთხოვ ადამიანებს პასუხს უკვე ისეთი გაგიჟებულები არიან და ისე გადაგდებულად და ისე ნაღალატებად გრძნობენ. პასუხს ვინმეს პასუხს კი არ ვთხოვთ ამ შემთხვევაში. მე მაინტერესებდა თქვენი შეფასება იმის გათვალისწინებით,
რომ ხართ ამბიციური პოლიტიკოსი, რომელსაც ამბიციები აქვს საზოგადოება პერსპექტივაში, ამის გათვალისწინებით თქვენი შეფასება მაინტერესებს. მე თავაზობს, ანუ მე არა მარტო სწორად ჩვენ მიჩვეულები ვართ, ბულინგსაც მიჩვეულები ვართ, ყველანი მიჩვეულები ვართ მაგისთვის არის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როცა თუ ქურას ვერ ეგუებ, თუ სიცხეს ვერ ეგუები, ქურას უნდა გაეცალო, თუ საჯარო ცხოვრებაში ხარ, ამას უნდა შეეგუო. ბულინგი არის სუსტს როცა ერჩი, მაკა. მე და შენ სუსტები არა ვართ, მე და შენ ვერ დაგვაბულინგებენ, იმიტომ რომ სუსტები არა ვართ, გავლენიანები ვართ. ვერ ჩაითვლება ჩვენ ბულინგად, ანუ ჩვენ ამისთვის ვართ განკუთვნილები, რომ ჩვენ თავს უნდა დაგვესხარ. ისე უპასუხოთ, ასე უპასუხოთ, შეიძლება ვიღაცას ზედმეტი მოგდის, ვიღაცას არ მოსწონს, ახლა მე მაგალითად, ხო, ახლა როცა ცდილობენ რომ დამაბულინგონ, თუდად პასუხობ ძალიან და ეს თემა ხდება, ხო? მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, ბულინგი არ არის ეს. NGO-ების როლი ქართულ პოლიტიკაში ეს მაინტერესებს, გაგაწყოთ ამ ნაწილზე. მათ შორის საუბარი იყო მაგალითად, თუნდაც იგივე საქმიანი რეპუტაციის შელახვის მცდელობა, ასევე საჩივართან დაკავშირებით, კი ბატონო. ასევე საუბარი იყო, რამდენადაც მახსოვს გარკვეულ ისეთ უხერხულ საკითხებზე. არაფერი ბაია პატარაიას ისეთი არ უთქვამს, რაც ქუცებს არ უთქვამთ ჩემზე. უბრალოდ ბაია პატარაიას ამ შემთხვევაში იმის გამო რომ ბაია პატარაია იმის მას პრეტენზია აქვს, რომ ქალთა უფლებების დამცველია ჯერ ეგერთიც. და ძალიან მნიშვნელოვანია ქალებმა იცოდნენ, ვინ იცავს მათ უფლებებს, იმიტომ რომ ქალთა სქესი ჯერ კიდევ მეორე ხარისხოვანია ამ ქვეყანაში და ძალიან მნიშვნელოვანია მათი ემანსიპაცია ჩემი აზრით და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქალებმა რომლებიც ემანსიპაციას ცდილობენ, ვთქვათ, სრული ინფორმაცია იქონიონ იმაზე, ვის ვთქვათ, მიანდონ მათი დარღვეული უფლებები. ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, ეს ერთი. მეორე, უბრალოდ ცილისწამების ამოკვეთა მინდა ამ ყველაფრიდან, ანუ მე ძალიან დიდ შეცდომას ვუწევდი. დღესაც ვეკამათე გიგას მაგაზე, რომ არასოდეს პასუხს არ ცემდა იმას, რასაც აბრალებდნენ და ყველაფერი რაც მის შესახებ იცოდა, ანუ ჩვენ დაგვასუსტა გიგას მაგ პოზიციამ, რომ არ გაეცა ხოლმე, ანუ მე მინდა რომ ცილისწამება ამოიძირკოს, ანუ მე შეიძლება კალაძეს თავზე გადაურბინო, საშინელი სიტყვებით ვაგინო ბიძინა ივანიშვილს, იქ რაღაცა კობახიძეს დავცინო ისე რომ რავი სიცოცხლე აღარ მოუნდეს მეორე დღეს, მაგრამ არაფერს არ დავაბრალებ, იმიტომ რომ ცილისწამება არის ძალიან ცუდი, ამიტომ არის ის 10 ცნებაში ჩამოთვლილი, რომ ძალიან ცუდი რამეა. და როდესაც პოლიტიკაში ეს ყველაფერი ნორმად არის ქცეული, ეს იცი რას ნიშნავს? ცილისწამება მოკლე გზად ითვლება პოლიტიკოსებისთვის. მუშაობა აღარ ჭირდებათ, ხალხზე ფიქრი აღარ ჭირდებათ, გონიათ რომ ოპონენტს რაღაცა ტალახს საზოგადოებაზე თან. იმიტომ რომ ალტერნატივა არ არსებობს და ჩვენ თუ განმავითარებთ სწორ ალტერნატივას, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ და რასაც ეს პროტესტი მიზანი ხომ რა არის? საქმიანი რეპუტაციის შელახვა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. გასაგებია, მოკლე გზებით უნდა სიარული თორე ხარ, რა ვიცი მე დადგეს და საგნობრივად რამდენიც უნდა მაკრიტიკოს, ხო, ვისაც უნდა შეფასებები არ მანაღლებს, რა სიტყვებითაც გინდა გამლანძღე. მაგრამ შენ როდესაც რაღაცას მაბრალებ და დაბრალება, როდესაც ეგეთი ადვილია და როდესაც ესეთი მოსულია, ის საზოგადოება არ ვერ იქნება ჯანსაღი საზოგადოება. ამიტომ ამოცანად მიმაჩნია, რომ ის ადამიანი, რომელიც დემოკრატიისთვის და ქალთა უფლებებისთვის იბრძვის, მისი წინააღმდეგ ვაწევ. ეხლა რასაკვირველია, მე საერთოდ არ ვენდობი არც რუსიძის სასამართლოს, არც იმას, მაგრამ საერთოდ არც იმისი განცდა არ მაქვს, რომ ამ საქმეს რო განხილვა მოუწევს, ეს სასამართლო იქნება ისევ. ამას გარდა, მოლოდინი როგორ გაგვბოდეს? მოლოდინი მაქვს იმის, რომ რაღაც დროს, აი გაზაფხულისკენ უკვე დავინახავთ ამის შესაძლებლობას, გარდა იქ, ანუ პროტესტ წინა მოსვლაზეც ეს თქვი, ახლაც ამას ვიძახი და ჯერ არა ვართ აქ მისული. უნდა პროტესტმა იყვიროს გადადექი. პროტესტი როცა იყვირებს გადადექის, მე დარწმუნებული ვარ, რომ იქიდან ორ კვირაში რეჟიმი წავა. აქციის მონაწილეები ითხოვენ ახალ არჩევნებს, რასაც უყურებთ. პარალელურ რეჟიმში აქციის მონაწილეთა ნაწილი, ყოველ შემთხვევაში ნაწილისთვის მიუღებელი არის ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც ადრე თუ გვიან მოდით პირდაპირ ვთქვათ რაციონალურ კონტექსტში რომ მოუწევთ მოცემულობის ხელშეაღება. ეს ოპოზიციური პარტიები გარკვეულწილად გვერდით არიან გაწეულები და არიან ჩუმა და სცენაზე. გაწეულები კი არ უნდათ გაწევა, მაგრამ ვერ შემოდიან, იმიტომ რომ არ არის მათი სცენა. და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ამბობს, რომ მომზადება არის საჭირო ერთის მხრივ, ახალი პარტიები უნდა შეიქმნან აუცილებლად და ასევე თქვენც ამბობთ, რომ უნდა შეიქმნან ახალი პარტიები. ახალ პარტიებში კი არ არის, ანუ აგერ ფუძნდები ხო ვარ ახალი პარტია. თავი არის იმ სისტემის პარტიების შეიქმნას, რომელიც პროტესტის სულისკვეთებას იმეორებს. და არსებულ პარტიებშიც, აი მაგალითად გახარიას, გეტყვით, აი მაგალითად გახარიას, მე თუ კითხავ ლელოსაც თუ შიგნით აზერზე მოვლენ და ამაზე იმას დაიწყო, აქვს იმისი რესურსი, რომ
და დემოკრატიული მექანიზმები განავითარონ და შემდეგ არჩევნებში ყოველ შემთხვევაში იმაზე საუბარი დაიწყონ, რომ მათი ამომრჩეველი, ვინც არის მათი ამომრჩეველი, დააკომპლექტებს მათ სიებს მაგალითად და ასახული იქნება პროტესტში მონაწილე მათი ამომრჩევლის ინტერესები. ჩვენ ხო საერთოდ ესე ვაკეთებთ ყველაფერს. გახარიასაც აქვს ამისი რესურსი. ამაზე საუბარი რო დაიწყება ახლა, ეს ნიშნავს ნაცების დასრულებას, ხო? იმიტომ რომ იქ ბელადი წყვეტს ყველაფერს. ანუ ყველაფერს წყვეტს ბელადი და თუ ნაცებში ყველაფერს ბელადი აღარ გადაწყვეტს, ისინი ნაცებიც აღარ იქნებიან. ანუ ყველაფერი კიდია იქ რაღაცა მიშას წონაზე, ხო? შესაბამისად ეს თუ კრიტერიუმად დამკვიდრდება, აი ეს დემოკრატიული პარტიები გაფართოვდებიან და არადემოკრატიული პარტიები ჩაირეცხებიან და ეს ყველაფერი არის პროცესი. ამაზე გაქვთ რომ შესაძლებელია მიხეილ მეხუთე ადგილზე გავიდა თუ მეოთხეზე თბილისში ვერ ნახეთ რა და ვაიმე გაწიონ კი არა ხალხი ჩარეცხავს. ხალხი რეცხავს 10% აიღეს და თბილისში გავიდნენ მეხუთეზე. იოგო ხვიჩიამ 7000 ნაცებზე უბოდი შეიძლება რამე მეშლება, მაგრამ ამ რიცხვებზე არის, ამ მასშტაბებზე ალაპარაკი. თბილისში განადგურდნენ საერთოდ. აი იქ სადღაც რო ახსოვთ იმაში, რა ქვია, რეგიონებში რო ხუთიანი, აი იქ კიდე რაღაცა აიღეს თუ ანუ სისტემა უნდა შემოვიდეს ახალი, ანუ უნდა გაფართოვდნენ ისეთი პარტიები, კრიტერიუმი უნდა გაჩნდნენ და აქვს საზოგადოებას იმის რესურსი, რომ წლეხი მოახდინოს და პარტიები აყვნენ. მით უმეტეს რომ დიდი ღირებულებებით და შეხედულებებით ეს პარტიები ისედაც არ გამოირჩევიან და ხშირად ბაბლის განწყობით იღებენ გადაწყვეტილებებს. ამიტომ მე ვხედავ იმის რესურსს, რომ ამ ადამიანებს, ვინც პროტესტზე დგანან და სალომე ზურაბიშვილის ფაქტორიც, ანუ მეხუთე პრეზიდენტის ფაქტორიც, ჩემთვის მაგისი მანიშნებელია, რომ ჯერ ეგერთიც მას აქვს რესურსი და პოტენციალი, იმიტომ რომ მე დაბუკერიას ამისი რესურსი არ აქვს. გაქვთ მოლოდინი, რომ შესაძლებელია ზურაბიშვილმა პარტია შექმნას და უკვე არა, ჩვენთვის ახლა მთავარია, რომ ლიდერშიპის ვაკუუმი შეავსოს უცხოეთში ზურაბიშვილმა. იმიტომ რომ უცხოეთში ჩვენ გვჭირდებოდა ადამიანი, რომელიც პროტესტის სახელით ილაპარაკებდა. ჩვენ როგორც ეროვნულად გვჭირდებოდა ადამიანი. რეჟიმი მთლიანად ის არის, რა ქვია, იზოლირებულია. ჩვენ პროტესტის სახელით ვერ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ არჩევნებშიც ვერ მივიღეთ მონაწილეობა. ეს 4 პარტია სრული რეგვენია და ვიღაცას უნდა ესაუბრა პროტესტის სახელით, მასთან ქართული საზოგადოების სახელით და სალომე ზურაბიშვილი რომ ამას შეძლებს და საერთაშორისო თვალსაზრისით ლიდერშიპის ვაკუუმი ამოვასო, ძალიან მიხარია, რასაც არ უნდა ვფიქრობდე სალომე ზურაბიშვილზე, მის წარსულზე და ასე შემდეგ. ანუ სიტუაციურად დღეს ასეა. მაგრამ ის ვერ შეავსებს ვაკუუმს ციებიც აქვს და საკმაოდ დიდი რესურსიც აქვს და დათმობენ ისინი ამ რას ქვია დათმობენ, როგორ დათმეს სცენა? როდის ნახე ბოლოს რომ ჯღაუდეს რომელიმე პოლიტიკოსის სცენაზე. რა ხდებოდა 3 წელია რო ყვირივა რომ სცენა არ გინდა. ყვირ 3 წელია ყვირივა რომ სცენა არ გინდა თაფთხოვთ იმ ხალხს. არა, სათქმელი როცა არა გაქვს სცენაზე არ უნდა ახვიდე. ხვდები რას ვამბობ და აი ეს სცენაც არ არის, ხო დათმობა მოუწევს. ხალხი მართავს ამ პროტესტს. ძალიან ძნელი დასაჯერებია. ახალი არჩევნები რომ აი დაგთანხმდათ ოცნება და ოცნება დაგთანხმდა არა ოცნება როგორ დაგთანხმდება ოცნებამ წააგო მაგას ნიშნავს ანუ ოცნებას დაინიშნა ახალი არჩევნები ბიზინა გაიქცა დაინიშნა ახალი არჩევნები ჩვენი პირობებით ანუ ატარებს არა სუსი არამედ გადამდგარია სუსის უფროსი გადამდგარია მთავრობა პრემიერთან ერთად შემცვლელები ასრულებენ იმას პრეზიდენტი ასრულებს თავის როლს იმიტომ რომ 24 წლის არჩევნები უქმდება ინიშნება ახალი არჩევნები ესენი არ არიან მაგალითად ჩვენ მაგალითად აგერ იაგოს ხედა ვიაგოს გირჩხო 60,000 ხმა აიღო იმაზე შეიძლება 100,000-იც აიღოს ახლა ამას გარდა არსებობა გაჩნდება სხვა დარწმუნებული ვარ ეს მემარცხენეები თქვენთან რა მემარცხენე პარტიაც გაჩნდება ყველა შემთხვევაში ეს პროცესი ისეთი ამ ცდუნებას გააჩენს ხო ანუ გაჩნდება ეს ხალხი მე ახლა როდესაც თავისუფალი იქნება სივრცე და შესაძლებელი ხალხის დაკვეთა ის იქნება რომ სივრცე გახსნას პირველ არხთან ახლა ვინც აქციებს გვიწყობს შესაძლებელია სამოქალაქო პარტია შეიძლება რომ პარტიათ მოგევლინონ ანუ მე მგონია რომ თავისუფალი საერთოდ მიკვირს რატო არ არის მემარცხენე წესერი პარტია ამ ქვეყანაში რატო არ ჩხუბობთ მემარცხენეები და მემარჯვენეები ერთმანეთთან და მე მაგალითად ვხედავ ამ ყველაფერს რა მგონია რომ რეჟიმის გამოცვლის შემდეგ ეს პროტესტი ატარებს პოტენციალს რომ ამ ქვეყანაში დაფუძნდეს სისტემა სადაც რუსები და ევროპელები და რაღაცა პროევროპელი ქართველები და პრორუსი ოხრები კი არ დავეტაკებით ერთმანეთს მემარჯვენეები და მემარცხენეები ვიჩხუბებთ ერთმანეთში და ეს იქნება პოლიტიკის კეთება მე უკვე და ჩვენ ვიმსახურებთ ქართველი ხალხი უკეთეს პოლიტიკურ სპექტრს იმსახურებს თვისებრივად უკეთეს პოლიტიკურ სპექტრს იმსახურებს და იმ მომავალსაც იმსახურებს როდესაც მემარჯვენეები და მემარცხენეები ვიკამათებთ ერთმანეთში და აი ეს ჯოჯოხეთი რომ აბა მე შენ ჩაგიფურთხე და ის შენ ჩამეფურთხე რაც თავიდან ბოლომდე რეჟიმის პოლიტიკით არის გამოწვეული დასრულდება და ამ ქვეყანაში დაფუძნდება სამართლიანი საზოგადოება რომელიც შეწყვეტს აი ამ შურისძიების წრეზე სიარულს შეწყვეტს ამ შურისძიების წრეზე სიარულს და მომავალზე იქნება ორიენტირებული და არა იმაზე რაღაცა იმის ვერტალიოტით როგორ დავაფრენდე
გუნდი რაღაც ისულელებს რომ აბრალებს ბაია პატარაია. თამარ, თვითმმართველობის არჩევნები არის დანიშნული და ოპოზიცია ამავდროულად ითხოვს რომ თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად ჩაინიშნოს ახალი არჩევნები, მაგრამ მმართველი გუნდი ამბობს რომ აი ეს თვითმმართველობის არჩევნები იქნება ერთგვარი ტესტი სწორედ ოპოზიციისთვის. მმართველი გუნდი რას ამბობს საერთოდ აღარ მაინტერესებს. რა მნიშვნელობა აქვს რას ამბობს? ჩემი პოზიცია ეგ არის რომ არ შეიძლება მმართველი გუნდი ამბობს იწყებოდეს საერთოდ წინადადება. იმიტომ რომ მმართველი გუნდი ამბობდა რომ ღირსებით მივდივართ ევროპისკენ. და მე რა თქვა? პეტრეცის კარიშვილიც მაგალითად. ხო, პეტრეცის კარიშვილიც არ მაინტერესებს. შენ გონია ვასხვავებ ქოცებისგან? საერთოდ არ ვასხვავებ. გარდა იმისა რომ ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ჩემი კლასელი კურსი რაღაც არ ვიცი აიდან ვიცნობ მოკლედ, მაგრამ ვიცნობ ღრმა ბავშვობიდან. ანუ ეს არ იქნება ერთი. ანუ არანაირად სისტემურად ერთი და იგივე. ცდილობა თუ ანუ რა მოცემულობის წინაშე ვდგებით მაშინ. საპარლამენტო არჩევნებს ვითხოვთ, ხო? და ჯერჯერობით თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი საერთოდ ზედმეტია. ვინ უნდა ჩაატაროს ეს თვითმმართველობის არჩევნები? ანუ ჯერჯერობით საერთოდ პარლამენტი არ არსებობს, ანუ რა თვითმმართველობის არჩევნებზე ვლაპარაკობთ? გაგანია კრიზისია ქვეყანაში, ხო? რაზეა საერთოდ ლაპარაკი ციხეში ჩასვეს, კი ნაღამ ჩვენ დეპუტატები დუბაიში. იმის გამო რომ ვიღაცა ბავშვია 2 წლის ბავშვი ზის, მაგა ის ნახე ის ვიდეო 2 წლის ბავშვი როზის იმ მაგიდასთან ზარქუა რომ თებში თხელში მიდის და იქ რაღაცა წინა დღეს რომ ვიღაცამ შეაგინა იმას სახეში აფარებს. ეს ვიდეო ნახე და მე რაც მოხდა იქ საერთოდ ნახე და იმ ხალხს რომ იჭერდნენ ნახე. ქართველების დაპირისპირება მოხდა დუბაიში, რის გამოც ქართველი დეპუტატები კი ნაღამ დაიჭირეს და ის კაცი მესამე რო ახლდათ კიდე ვინც მთელი დღეა რაღაცა ბაბლში ტრიალებს, ის ციხეშია მე მგონი საერთოდ. ანუ ხდები რა მდგომარეობა არის ქვეყანაში, რა თვითმმართველობის ამიტომ დავიწყე ამ თემით. ვიცი და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ეს რეჟიმი ამ ყველაფრის წყარო და რეჟიმი რომ მოშორდება ამ ყველაფერს. გზა გამოჩნდება და წავალთ იმისკენ, რა ქვია, ვითარების დამშვიდებისკენ, სამართლიანი საზოგადოებისკენ, ევროპისკენ, მრავალპარტიულობისკენ თავისუფალი კონკურენცია. იქ მიუვარდნენ, იქ იყო მთელი ამბავი იყო მანამდე. ეს ყველაფერი ხო რეჟიმმა გამოიწვია. ანუ კორცხელში ჩემი ქმარი ვის მიუვარდა 2015 წელს იყო თავისთვის პლასმას ბოთლი დაბოდიალობდა აქეთ იქით. არავის საერთოდ არ მივარდნია, ისე მიუვარდნენ. კალაძის მიერ დაორგანიზებული ხალხი მიუვარდა. არავის ჩემი ქმარი არ მივარდნია. მაგრამ ეს ყველაფერი ანუ 8 თებერვალს ვინ მოგვივარდა? ვინმე ჯერა რომ ის მართლა პოლიტპატიმრები იყვნენ გაბრაზებულები? მოყვეს აბა ეს მელორა ვაჩნაძე აქტიურობდა იქ დაჯდება ეხა აქ და მოყვება ვინ დაავალა სინამდვილეში. ოპოზიცია ამბობდა მთელი ამ ხნის განმავლობაში ყოველ შემთხვევაში აღიარეს ერთგვარად რომ ზურა ჯაფარიძის ამ შემთხვევაში კომენტარი მინდა წამოწიო წინა პლაზე ინტერვიუდან რომ არ იყვნენ ოპოზიციური პარტიები კარგად მომზადებულები ამ არჩევნებში. ჯოჯოხეთი იყო, ანუ ჯოჯოხეთურ ფორმაში იყვნენ. და რომ დაინიშნოს ანუ ასეთ მოკლე დროში მაგათი სისტემურად შეიცვალა მაგას ვიყა პარალელურად ანუ ერთი ამოგლეჯილად ხო არ მიდის პროცესი ხო ამასობაში ხო ხედავთ ხალხი რომ რაღაც თავის მოთხოვნებს და თავის დაკვეთებს აჩენს ხო იცვლება ოპოზიციაც იცვლება ოპოზიციაც შეიცვლება და გახდებიან სხვა პარტიები იცვლება რამდენად აი რამდენად მოსწრებადია და რამდენად რეალისტურია ძალიან მარტივად მოხდება ეს ყველაფერი პრაიმერიზის ჩატარებას უნდა 3 თვეცუ თუ შიდა პარტიული დემოკრატიის მე თუ ამაზე საუბარი დაიწყება და თუ აქამდე მივალთ ხდება და მოუწევთ ყველა შემთხვევაში. სხვანაირი იქნება ეს არჩევნები. თავისუფალ ხალხი თუ ეს პროტესტი წარმატებას აღწევს, მაგ სხვა შემთხვევაში ვერ მიაღწევს პროტესტი წარმატებას. თუ ეს ტრანსფორმაცია არ მოხდა ოპოზიციურ სისტემაში. ხსოვს მაგალითად თუნდაც იგივე იაგო ხუჩეს სცენაზეც კი არა უშვეს. ვიცი ეს ბაია პატარაია იყო მაშინაც, ხო? ანუ ირეცხებიან ხალხო. ანუ მარტივად გითხრა, სიმართლე გითხრა, მე საერთოდ ვერ ხვდები, როცა ამ ხელა პროტესტი მიდის გარეთ, სცენაზე ასასვლელად რატო უნდა იჭიდაო. ანუ არავინ არ უსმენდა იმ სცენაზე ვინ რას ყვიროდა ანუ პროტესტი მიდიოდა სრულიად თავისით ხო და ის ეხაც გამოჩნდა რომ არავინ არ უსმენდა იმიტომ რომ გადაირეცხა თავისი და გადაირეცხა სცენა საერთოდ ამბობ თქვენ მაგრამ ხვალ რომ მაინც იქამდე მივიდივართ ახალი არჩევნები დაინიშნოს ამ ხალხს ვისი შემოხაზვა სხვა სპექტრი იქნება 4 პარტია აღარ იქნება რომელიც შემოსახაზი ყავს აუთორე რუსული რეჟიმი იგებს თუ ამ 4 პარტიას შემოხაზავ ესეთი რამე არ იქნება და სტრესში არ იქნება ხალხი სულ სხვანაირი არჩევნები ამის რესურსს დღეს ხედავ. კი, რა საკურველია ხედავ, ჩვენც ვიქნებით, აგეუნებით რომ მემარცხენეების პარტიაც შეიქმნება, აგერ გილჩიც იქნება, ანუ მოკლედ ბევრნი ვიქნებით და არჩევანი იქნება გაცილებით უფრო ფართო. თამარ, რამდენჯერ მიახსენეთ რომ აპირებთ მერად იყაროთ კენჭი და მაინტერესებს თქვენი ხო, თქვენი პარტიის გეგმები ამ შემთხვევაში შედარებით ეს დემოკრატიული თვითმმართველობის რეფორმა ჩემთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რაც ამ ქვეყანას დააბრუნებს თავის ფესვებთან. ფედერალისტები მაგიტო ქვია. ამიტომ თვითმმართველობის არჩევნები ჩემთვის ზოგადად ძალიან ძვირფასი არჩევნებია, იმიტომ რომ ზოგადად ჯერა რომ პოლიტიკა ლოკალურია და იმის გამოც რომ სამეგრელოში კამპანიაში ძალიან მოვიხიბლე იმით, რაც აი ეს პოლიტიკა არის და მით უმეტეს ეხა იქ სამეგრელოში დაწყებული საქმე, აი კარდაკარის დროს რომ ბოჩოლების გაყიდვა ქონდა აკრძალული ვიღაც კაც,
ეხა მოვიგეთ 4 წლის თავზე და ჩემთვის ეს არის პოლიტიკა. ამიტომ თვითმმართველობის არჩევნები ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და თვითმმართველობის რეფორმა, რომელიც ნაციონალური რეფორმაა, მაგრამ ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. ამიტომ იმ ქვეყნის მოწყობას ეხება ეს ყველაფერი, სუბსიდიარობის პრინციპს ეხება ეს ყველაფერი. მთის ამბების ძალიან კარგი ინტერვიუ იყო ამას წინათ ვნახე, ყაზბეგელი კაცი ლაპარაკობდა, რომ მე გორიდან რატომ უნდა ჩამოდიოდესო ვიღაცა და რატომ უნდა მიწყვეტესო, აქო წყალგაყვანილობის საკითხი და ძალიან მიხარობდა, იმიტომ რომ მე რასაც ჩემთვის ახლა თეორიულად რაღაცებს ჩემთვის ვთხზავ, უცებ ვიღაცა კაცი იქ ადგილზე რომ იგივეს ლაპარაკობს, ხედავ რომ ჩვენ შორის ბმა არსებობს და ამიტომ ხო თვითმმართველობის არჩევნები და თვითმმართველობის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა, სასამართლო რეფორმასთან ერთად თვითმმართველობის რეფორმას ვხედავ ერთ-ერთ, ანუ ორ ძირითად რეფორმას ვხედავ, რაც აუცილებლად გასაკეთებელია და დანარჩენი ყველაფერი ამის ზედანაშენად მიმაჩნია და ხო, ანუ კი ვაპირებ რომ თბილისის მერად კენჭი ვიყარ. მადლობა. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა და გამარჯობა იაგო და ნახვამდის, ჩემო კარგო. და აქვე დაგემშვიდობებით. ესენ თან უნდა წავიღო, ხო, რა ავარიები აქვს. ყველაფერი ავახვიე, თან წყალი მინდა.